ბევრს ნამდვილად უკვირს დღეს, როდესაც ესაუბრები პასექის დღესასწაულსა და აღდგომის დღესასწაულს შორის, რომ საერთო კვეთა მათ შორის არ არსებობს და არ არის. როდესაც ქრისტე აღდგა, ეს შემდგომი დღე იყო პასექის და არანაირად არ ჯდება იმაში, რომ ქრისტიანობაში აღდგომის დღესასწაული ექვივალენტი იყოს პასექის დღესასწაულზე. მაგრამ ქრისტიანობაში გვაქვს ასეთი ტრადიცია, რომ გამოვაცხოთ სახელად პასკები, რაც ფუძეს იღებს პასექიდან. მაგრამ მოდი ვნახოთ, რა არის პასექის სინამდვილეში. რადგანაც პასექის იდეა აღდგომის იდეას არ ემთხვევა, არამედ პირიქით, პასექის იდეა კრავის სიკვდილზე მოასწავლებს. პასექის იდეა ეს თავად სიკვდილია კრავის, რომელიც მოასწავლებდა მესიის სიკვდილზე და რის მეშვეობითაც უნდა მომხდარიყო გამოხსნა. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ქრისტეა პასექი ჩვენთვის დაკლული. კი, მაგრამ მაშინ გაჩნდება კითხვა. აბა, რა შუაშია აღდგომის დღესასწაული პასექის დღესასწაულთან, რომელიც იდეაში იძახის იმას, რომ აღდგომა ეს პასექის დღეა. სათავეს წარმართული ცნობიერებიდან იღებს, რომელიც ქრისტიანობამდე წარმართებში არსებობდა. განსაკუთრებით ეს ცნობილი იყო უფრო რომის იმპერიულ წარმართულ ცივილიზაციაში. ითვლებოდა ასე, რომ შემოდგომას ბუნება იწყებს კვდომას, ხოლო გაზაფხულს ბუნება აღდგება ისევ და განახლდება კვლავ. ამიტომ გადაწყვიტეს ასე, მოდი წარმართული დღესასწაული კი არ გავაუქმოთ, არამედ გავაკეთილშობილოთ, გავაქრისტიანოთ და შესაბამისად რა გვჩება მაშინ? დგება გაზაფხული და რასთან უნდა იყოს ასოცირებული აღდგომა. რა თქმა უნდა, ქრისტე აღდგა, ქრისტე ხო აღდგა მკვდრეთით და პასექის დღის და ამ აღდგომის და განახლების დღის სინთეზში მოხდა მომდევნო დღე, პასექის მომდევნო დღე, როგორც უკვე აღდგომა და აღდგომის დღესასწაული. შეაწებეს და სინთეზი მოახდინეს რა? ამ წარმართული დღესასწაულის პასექის დღესთან კვირა დღეს ჩვენ მივიღეთ აღდგომის აღსანიშნავი დღესასწაული. თუმცა აღდგომის აღნიშვნაში არაფერი ცუდი არაა. უბრალოდ ეს ვიდეო ეკუთვნის იმას, რომ პასექის დღე არ არის ექვივალენტი ქრისტიანობაში აღდგომის დღესთან. ანუ პასექს არ აქვს არანაირი კავშირი მკვდრეთით აღდგომასთან, არამედ პირიქით მოკვდომასთან. ასე რომ პირველი ქრისტიანები იუდეველების მსგავსად აღნიშნავდნენ პირველ პერიოდში პასექის დღეს და გასაკვირიც არაა, ისინი ხომ ებრაელები იყვნენ. მაგრამ მოგვიანებით შემოდის აღდგომის დღესასწაული და ხდება ჩანაცვლება,ანდაც მეორე სიტყვით სინკრეტიზმი, შერევა ერთმანეთში ამ ორი დღის ერთ დღეთ. მაშინ გაჩნდება კითხვა, მაგრამ აბა რა არის პასექი? უფალი ეუბნება ებრაელებს, მე ჩამოვივლი ეგვიპტეში და შევმუსრავ ყველას, განურჩევლად ყველას. მეორე სიტყვით რომ თქვათ, ეს ფრაზა, რომელიც ღმერთმა განუცხადა მოსეს, ღმერთი ეუბნება, თქვენ ებრაელებო, არაფრით უკეთესნი არ ახართ ეგვიპტელ წარმართებზე და თქვენც ისევე იგივე სიკვდილს იმსახურებთ, როგორც ეგვიპტელები. მაგრამ რატომ? იმ მომენტში ებრაელები ეთაყვანებოდნენ ეგვიპტელებთან ერთად წარმართულ ღმერთებს და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა მოგვიანებით, როდესაც ებრაელები გამოვიდნენ ეგვიპტიდან. პირველი რაც მათ გააკეთეს, ეს იყო ოქროს ხბო, ვისაც დაუწყეს თაყვანისცემა. საიდან მიიღეს ეს ცოდნა ებრაელებმა? საიდან იცოდნენ, რომ ცხოველის გამოსახულებისთვის უნდა ეთაყვანათ მათ? რა თქმა უნდა, ეგვიპტიდან. ამას არ ჭირდება ბევრი ფიქრი, იმიტომ რომ ებრაელები შეერივნენ ეგვიპტურ წესჩვეულებებს და მათში ეს წარმართული ცნობიერება ჯერ კიდევ კარგად ფერს გადგმული იყო. მაგრამ ისმის კითხვა, მაგრამ აბა მაშინ რატომ არ დაიხოცნენ ებრაელების პირმშონი და დაიხოცნენ მხოლოდ ეგვიპტელების? ღმერთი ეუბნება მოსეს, აიყვანეთ კრავი, რომელმაც თქვენთან ერთად უნდა იცოცხლოს
და იცხოვროს რაღაცა პერიოდი და შემდეგ მოიყვანეთ იგი სამსხვერპლოზე მსხვერპლად. მან რაღაც დრო უნდა გაატაროს თქვენთან და შემდეგ უნდა მოკვდეს, ისე რომ მისი ძვალი არ შეიმუსროს. მაგრამ თუ თქვენ დაკლავთ კრავს და მის სისხლს მოусმევთ თქვენს კვარცხლ ბეკზე, მაშინ თქვენთან ანგელოზი სიკვდილის არ შემოვა. უთხრა ღმერთმა, რა დავალება ჰქონდა სიკვდილის ანგელოზს? სიკვდილის ანგელოზი არ უყურებდა და არ განარჩევდა ვინმეს. ვისთან შესულიყო, იმ კარის უკან ვინ იდგა, რა ეროვნების ოჯახი იყო, რისის წამდად, არა, სიკვდილის ანგელოზი მოდის იმისათვის, რომ გაანადგუროს და მოსპოს. უბრალოდ მეორე სიტყვით, სიკვდილის ანგელოზი იძახის იმას, რომ როცა ჩამოვივლი და დავინახავ კვარცხლ ბეკზე სისხლია კრავის წასმული, გვერდს აული და არ შევეხები მე იმ სახლს. ანუ მარტივად რომ თქვათ, თუ კი ეგვიპტელი წაусმევდა კრავის სისხლს თავის კარზე, სიკვდილის ანგელოზი ეგვიპტელთანაც არ შევიდოდა და ის ეგვიპტელის ოჯახი იმ ღამეს გადაურჩებოდა პირმშოს დაკარგვას. ან პირიქით, თუ კი ებრაელი არ წაусმევდა კარზე, სიკვდილის ანგელოზი შევიდოდა მასთან და მისი ებრაელობა მას უბრალოდ ვერ გადაარჩენდა, იმიტომ რომ თავიდანვე ღმერთის მესიჯი იმაში მდგომარეობდა, რომ ღმერთი არ არის მიკერძოებით, ყველამ შესწოდა, მთელ კაცობრიობამ შესწოდა. აი ამიტომ მხოლოდ სისხლი ფარავს ცოდვებს, სხვა ალტერნატივა არ არის. პასექი კი კრავის დაკლული სისხლია და იქ არც ბულკები იყო და არც წითელი კვერცხები, არამედ საპასექო ხორცი, რომელიც იმ ღამესვე უნდა ეჭამათ და მწარე ბალახი მიიღოთ ამავ დროს, ანუ მწარე ბალახი ეჭამათ. ამიტომ პასექი და პასკობა ან აღდგომის დღესასწაული ეს არ არის ერთი და იგივე დღესასწაული და არანაირი კავშირი იმ დღესასწაულთან, რომელიც ღმერთმა თავის ერს დაუწესა, არა აქვს არაფერი საერთო. აი ახლა ეს ყველაფერი, რაც კრავზე ვისაუბრე, გადაიტანეთ ქრისტეზე და მიხვდებით, თუ ჭეშმარიტი პასექი რა არის. ჭეშმარიტი პასექი არა მკვდრეთით აღდგომა, არამედ კრავის დაღურილი სისხლია. ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა.